მინდა მოგიყვეთ რისთვის დავიწყე ეს პერსონალური სესიები და რას ვაკეთებ ადამიანებთან, რომლებთანაც 1 საათის განმავლობაში ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე ლიდერობის, მოლაპარაკების წარმოების, კომუნიკაციის მხრივ და რატო ვაკეთებ ამ ყველაფერს და რისთვის ვაკეთებ? ალბათ ყველაზე მარტივი მიზეზი არის ის, რომ ხედავ, რომ ამის ყველაზე დიდი საჭიროება და დეფიციტია დღეს. ჩემ თავზე ვიღებდი ამას და მეგონა რომ მე ვიყავი ასე მხოლოდ რომ აი ძალიან დაიკლო შეკვეთება საერთოდ აღარ მაქვს ბოლო თითქმის 1 წელიწადზე მეტი არის უკვე მოლაპარაკებების კუთხით აი მოლაპარაკების წარმოების კუთხით და ასე შემდეგ არა და საოცარი ტრენინგები საოცარ ბევრი რაღაცები მქონია გამიკეთებია 12-15 წლის წინ ვიყავი ამ თემას ჩემ პროფესიული ბევრი რაღაციდან გამომდინარე და ნუ მოკლედ ძალიან კარგი თემები და ძალიან გამოსადეგი იყო და ძალიან მაგარი უკავშირიც ჰქონდა იმ ადამიანებისგან ვინც გაიარეს ასობით ალბათ ათასობით ადამიანს აქვს ეს negotiation-ის მოლაპარაკების თუ ასე შემდეგ კომუნიკაციის სხვადასხვა კურსი გავყიდე. მაგრამ მივედი იქამდე რომ აგერ შეკვეთები არ არის, არაფერი აღარ არის, რა ხდება, უკავშირდები ვიღაცებს, რა თქმა უნდა წერ ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ რა ხდება. თვითონ მოთხოვნა აღარ არის ამაზე, აი ამ ფენომენზე, რასაც ქვია მოლაპარაკება. აქამდე მივედი. ანუ მოლაპარაკება გადავაქციეთ ჩვენ მანიპულაციის ან რაღაცა ვიღაცაზე მოგების ინსტრუმენტად და თუ ასწავლით ამას ვასწავლით ხოლმე. არა და მოლაპარაკება სხვა რამე არის. ხო, მოლაპარაკება ისე როგორც მივასწავლიდი და ისე როგორც უნდა ისწავლებოდეს მართლა. არის იმისი პირველ რიგში ავთენტურობა, რომ შენ ერთი ადამიანი მეორეს როდესაც ესაუბრებით, ყოველთვის თავარია შენ გულახდილად ბოლომდე იცოდეს შენ რა გინდა და შეგეძლოს ამისი კომუნიკაცია ადეკვატურად მეორე მხარესთან და მეორე მხარის გამოწვევა ზუსტად აი ამ ავთენტურობაზე და გულახდილობაზე, იმიტომ რომ ჩვენ თუ ნამდვილი საუბარი გვექნება, ჩვენ ნამდვილი შეთანხმება გვექნება. ანუ მე თუ ეს ნდობა ვერ მოვიპოვე, მე თუ ავთენტური არ ვარ და ნდობას ვერ მოიპოვებ თუ კი ავთენტური არ ხარ, თან დაზეპირებული MPC ტექსტები და ასე შემდეგ და მაპატიოს ყველა მეც ვაკეთებდი გაყიდვების და ასე შემდეგ ტრენინგებს და არა, გაყიდვების ტრენინგები გადაიქცა манипуляციის საშუალებად, გადაიქცა იმის საშუალებად, რომ როგორ რაღაც ტექნოლოგიებით, როგორ ტექნიკებით თუ ასე შემდეგ, როგორ მოვახდინოთ манипуლირება მეორე მხარის აზრს. ასე იყოს თუ რაღაც ასე შემდეგ და როგორ დავალაგოთ, ყურადღებარით მივიქციოთ და ასე შემდეგ. ასევე ვასწავლდი ამ თემას, მით უმეტეს აი სიტყვით გამოსვლის ტექნიკები, პრეზენტაციები ასე შემდეგ, რაც ვაკეთებდი იქ უმნიშვნელოვანესი მომენტებია, მაგრამ ეს ყველაფერი ტექნიკებია და ჩვენ ამას კი არ უნდა ვასწავლდეთ, ჩვენ უნდა ვასწავლდეთ რას ვეძებთ საერთოს იმ მეორე ადამიანთან, იმ მეორე მხარესთან, როდესაც საუბრობთ და მან ძალიან ძნელია მხოლოდ ტექნიკებით კი არა, ძალიან ძნელი და წარმოუდგენელია, ძალიან ძნელზე კი არა, წარმოუდგენელი არის, რომ მართლა მოხდეს რაღაც რეალური კავშირი, თუ კი ავთენტურები ადამიანები არ არიან ერთ მხარეს თუ მეორე მხარეს. ეხლა ეს რო საერთოდ დაიკარგა და ავთენტურობა რას ნიშნავს? ნამდვილობა არის, სიმართლის თქმა არის ბოლომდე, მათ შორის უხერხული სიმართლეების თქმა, რომელიც ჩვენ შევფუთეთ ხან პოლიტკორექტურობის, ხან თავაზიანობის, ხან ზდილობის, ამაზე სიცილი არ შეიძლება, ამაზე როგორ შეიძლება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერზე სიცილი შეიძლება. გამონაკლისების გარშე. ყველაფერზე სიცილი შეიძლება. ვიღაცებს დაარეზონირებთ რაღაცაზე და გაიცინებენ, მათი წინა გამოცდილების ტრაუმის თუ ასე შემდეგ, ვიღაცებს აღარ გაეცინებათ, თქვენც რაღაცეებზე რაც გეცინოდათ, ეხლა აღარ გეცინებათ, ხვალ გაგეცინებათ კიდევ სხვა რაღაცეებზე, მოკლედ, რატომ წავედი აქეთკენ და გაცინებათ თითქოს და რა შუაშია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყველაფერს უკვე ზედმეტად სენსიტიურად და საწყენად ვიღებთ, ჩვენ უკვე დროშები ჩავარჯეთ აქეთ-იქით და ვამბობთ, რომ აი მე აქეთკენ ვარ, შენ იქითკენ ხარ და მოლაპარაკება კი არა. აი შენ გადმოდი ჩემთან და მე ვილაპარაკოთ. ანუ ნახეთ, ეს არის ძალის დემონსტრირება. ეს არის ერთ-ერთი სამი ის არის, ხო? საყდენი არსებობს მოლაპარაკებაში. ერთი არის ინტერესებით, როცა ცდილობ, გაიგო მისი ინტერესები ზუსტად რა არის და რის ეშინია. შენ ინტერესები იცოდე ზუსტად და გათვითცნობიერებული გქონდეს შენ რის იგეშინია და მე შეეცადო რომ რაღაცა მოძებნო სადღაც ყველაზე უფრო მეტად შეხების წერ. ისევ და ისევ ნამდვილობით და ავთენტურობით. მაგრამ ეს როცა არ მუშაობს, მე მიდიან ხოლმე უფლებები არის, სამართლებრივი გარჩევა, დავა, კონტრაქტები ასე შემდეგ და ეგეც რო არა, მე ძალის დემონსტრირებაზე ხოლმე და ჩვენ ყველანი გადავედით ძალის დემონსტრირებას. ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა ეს იქნება პოლიტიკა, ეს იქნება ბიზნესი, ეს იქნება სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ხედავთ იმას, რომ მე შენ კი აღარ გელაპარაკები, არამედ მე შენ აჰა ეს მაქვს და ამას გაძლევ. არ იღებ? არა, ეს უნდა აიღო.
ეს ყველაზე კარგია, ან მე მინდა რომ ეს იყოს ყოველდღე მოკლედ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ხტენით რაღაცებს, მათ შორის იდეებს. ხტენით ისე რომ გაგვიკვირდები რეალურად და ვიცახი რომ იქ რაღაცეები შენ თუ რამეს არ ეთანხმები, არაუშავს, ეს უნდა იყოს რაღაცა უფრო მაღალი სიკეთისთვის და ასე შემდეგ, ამისთვის უნდა გაწირო. მაღალი სიკეთე და რისთვის რას ვწირავთ, საერთოდ ნახეთ ესეთნაირად შევხედოთ, არაფრის გაწირვა საჭირო არ უნდა იყოს, როდესაც მოლაპარაკებებზე არის განსაკუთრებით საუბარი და ნამდვილ ავთენტურ მოლაპარაკებებზე არის საუბარი, გაწირვა არ ხდება. იქ ხდება რეალურად მართლაც დალაგება ინტერესების სხვადასხვა მეთოდებით, ტექნიკებით და პირველ რიგში ზუსტად აი ნდობის აღდგენის ტექნიკებით, იმიტომ რომ თქვენ ყიდით ნდობას. აი ორგანიზაციები ხართ, ადამიანები ხართ, ვინც არ უნდა იყოთ, თქვენს გარშემო ადამიანები ან გენდობიან, ან არა. შენ შეიძლება პრეზიდენტი იყო, მაგრამ ნოლინდობა გქონდეს. შენ შეიძლება არავინ არ იყო, მაგრამ შენს გარშემო ქუჩაში ადამიანებს უნდოდეთ, რომ რაღაცა არ ვიცი, მოგესალმონ, რაღაცა კითხონ თუ ასე შემდეგ. ანუ ნახეთ რა ხდება. ხდება ის, რომ ჩვენ რასაც ლიდერობას ვეძახით, ის ლიდერობა არა, ლიდერობა რეალურად არის შემდეგი რაღაცა, რომ შენ იყო აი ეს ნამდვილი ავთენტური და შეგეძლოს ამ შენი ნამდვილი ავთენტური აზრების იქნება თუ ასე შემდეგ გამოთქმა, გამოხატვა. რა თქმა უნდა, სასურველია და კარგია რომ ისე რომ ვიღაცებს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ, მაგრამ ეს შეურაცხყოფის მიყენება საერთოდ აბსოლუტურად ჩვენი მოგონილი ის არის რა. ნახეთ, ანუ შეურაცხყოფის მიყენება თუ აქ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ არის საუბარი, ხო? მორალური შეურაცხყოფა, ეს გახდა ჩვენი რაღაცა ის ჭირი. ამ შემთხვევაში ზედმეტად სენსიტიური გავხდით ამის მიმართ. ცალკე ვიდეოები მაქვს და ბევრი მინდა მაგაზეც ვისაუბრო და ასევე კოუჩინგები იქნება თუ მენტორინგი თუ სხვა სესიები პერსონალური, მანდაც ძალიან ხშირად საუბრობ ხოლმე, იმიტომ რომ წენა მოდის აქედან, შიგნიდან. ანუ შენ წინს რაღაცა იქ ვიღაცა საყვარელი ადამიანია, უფროსია თუ ვინც არის და შემდეგ რაღაც რო გითხრა, მაინც აქ ხდება რაღაც, სადღაც აქ ეხება. ისე არ გეწყინებოდა. სადღაც რაღაც ან სიმართლის ნატამალია, ან უსამართლოდ გრძნობ თავს და აი საფიქრალი და სანახავი რეალურად აქ არის. რა გაგრძნობინებს თავს, ცოტა უფრო რასაც იუნგი ჩრდილთან ლაპარაკს ეძახის, აი საკუთარ ჩრდილთან საუბრის შესაძლებლობა და უნარია და ხანდახან ჩვენ ზუსტად მე მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია რომ აღმოაჩინოთ მართლა მე გულახდილად რა მინდა და რაზე მინდა, არ ვიცი მე ვისაუბრო რა მინდა გავაკეთო, როგორ მინდა ვიმუშაო, როგორი ურთიერთობები მინდა თუ ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ რაღაცნაირად უნდა კომუნიკაცია მოვახდინო ამ ყველაფრის სხვა ადამიანებთან. აი მანდ უკვე მე შეიძლება შიგნით გავერკვე. ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება აი რაღაც გამოღვიძებს რაღაც ეტაპად გაიარა თუ ასე შემდეგ, მაგრამ მერე გამბედაობა სჭირდება იმას, რომ ის შენ რო რაღაცას მიხვდი რა არის სიმართლე, ის შენ რო რაღაცას მიხვდი ჯობდა სხვანაირად გამეკეთებინა, ის მეორე მხარე რაღაცაში მართალი იყო, მერე გამბედაობა უნდა რომ შენ ეს აღიარო, მიიღო და მე ასევე ამის კომუნიკაცია მოახდინო მეორე ადამიანთან, სხვა ადამიანთან და არ შეგეშინდეს. საერთოდ ალანოცი ამბობდა, არ ხარ ვარდებულიო, 5 წუთის წინ ვინც იყავი, ისევ იგივე იყო. მართლა ასეა, ანუ არ ხარ ვარდებული. ანუ შენი პერსპექტივიდან გამომდინარე, იმ წამს, იმ კონკრეტულ მომენტში იყავი ავთენტური, იყავი ნამდვილი, გარკვეული ტექნიკები იქნება თუ ასე შემდეგ, კი ბატონო, გამოიყენე, მაგრამ არა манипуляციის მხრივ. რომ რაღაცა ვიღაცას დაარწმუნო, აი მე ვასწავლდი მთელი ცალკე მოდული მქონდა და ეხაც მაქვს დარწმუნების პრინციპები არის. მაგრამ არასწორია, იცით, დარწმუნება, იმიტომ რომ დარწმუნება კი არ უნდა იყოს, გაგება უნდა იყოს იქით მხარეს. რა ხდება და არა შიშებზე ამ ფსიქოლოგიური მემზე თამაში, იმიტომ რომ დარწმუნების პრინციპები იქნება ეს თუ მარკეტინგი იქნება, რეკლამა თუ ასე შემდეგ. საკმაოდ კრიტიკულად ვარ განწყობილი იქითკენ საერთოდ წავიდა ეს ყველაფერი და ეს ინდუსტრია მთლიანად მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ აბსოლუტურად მოვკალით ავთენტურობა და მივანდეთ ჩვენივე მოგონილ სისტემას, როგორც არის ფული, პრომოები, ეს ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩვენივე მოგონილ ალგორითმები, ასე შემდეგ, ასე შემდეგ, რაც კარგად სამწუხაროდ არ მუშაობს. ანუ მივედით იქამდე, რომ ინფორმაციის გადაცემის არხები იმდენად გადავტვირთეთ ინფორმაციით, რომელიც მე მგონია, რომ ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აი იმიტომ მე ხა შენ ამ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდე. აბა ისე სხვანაირად როგორ ნახავ. ვარდებით ამ ხაფანგში და მე ყველაფრის რეკლამას აკეთებს, ყველაფერი დაპრომოუშენებულია, თუ კი რაღაც სადღაც გინდა რომ რაღაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ იცით, კიდევ ერთი მიზეზი აქვს მაგას, ან ჩვენ ძალიან გადავერთეთ ამ რიცხვების თამაშში. აი შენ იქ რამაზე რამდენი ნახვა გაქვს, აი იქ იმაზე რამდენმა ადამიანმა ნახა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ სამყაროს, რომელსაც თქვენ ეძახით
სოციალური მედია იქნება, ეს ქსელები იქნება სოციალური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ არის ეს რეალური სამყარო, არ არიან ნამდვილი მეგობრები და უამრავი ჩემი მეგობარი დამეთანხმება, რომელსაც უამრავი 100,000 ფოლოვერი ყავს და ასე შემდეგ, მაგრამ ნამდვილობა და ნამდვილი მეგობრობა და ნამდვილი მხარდამჭერები და ნამდვილი ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით იქნებიან, ასე 100,000-ობით და არც 10,000-ობით და არც 1000-ობით და არც 100-ობით არ გამოიხატება. ძალიან ბედნიერები უნდა ვიყოთ, თუ კი ჩვენს გარშემო რაღაც მართლა რაღაც წრეებს ადამიანების 10, 15, 20, 30 ადამიანს შევკრებთ რაღაც კონკრეტულ მომენტში, რაღაც კონკრეტული რაღაც ცირკული, რაღაც იდეას პროექტს ვაკეთებთ, სამსახური იქნება ეს პირად ცხოვრების რაღაც საქმე იქნება, რაღაც სპორტი იქნება, გართობა თუ ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი დაგვავიწყდა. ჩვენ წავედით იქითკენ, რომ ყველაფერი აი რაღაც გლობალურ რაღაცას ვებრძვით და გლობალურად ყველამ ერთად უნდა მოვუგოთ და ამ დროს ჩვენ ყველანი ცალ-ცალკე ვართ, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ რეალურ სამყაროში, გავდივართ რეალურ ქუჩაში, ხვდებით თუ ამჩნევთ საერთოდ გარშემო რეალურ ადამიანებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თუ კი ეს არ ვამჩნევთ და თუ კი ჩვენ ურთიერთობა არ გვაქვს და თუ კი სამსახური იქნება თუ ასე შემდეგ გადაიქცა იმათ, რატაც გადაიქცა ძალიან ბევრისთვის. დაანჯვა კიდევ ერთი დღე პარასკევი როდის მოვა, მე იქნებ პარასკევს რაღაცნაირად გაუშვა ეს სტრესი, რაღაც ვიღაც დაალევს, ვიღაც კლუბში წავა, ვიღაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ვიღაც უბრალოდ დაიძინებს, იმიტომ რომ აღარ შეუძლია. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვართ ამ ლუფებში, ამ წრეებში და ამ წრეებში კიდევ ერთხელ ვიძახი, რამაც წაგვიყვანა მიზეზებს თუ კი ეძებთ. ეძებთ საკუთარ თავში და ეძებთ ტყუილებში. პატარ-პატარა ტყუილებში მათ შორის. იმიტომ რომ როგორც კი შენ რაღაც ავთენტურობის იმიდან გადაუხობ, თითქოს აი მართალ გზაზე რო დგეხარ და სიმართლიდან გადაუხობ, მე არ გიმართლებს. აი ქართულში არ ეგეთ სიტყვა გამართლება. საინტერესო, ხო, გამართლება იმას კი არ ნიშნავს მართალი ხარ. გამართლება იმას ნიშნავს, რომ თითქოს აი ბედი გაგიღიმებს, ხო და როგორ სიტყვა მართალიდან არის. ანუ მართალი თუ ხარ, გაგიმართლებს. იქრე. სამართალიც მანდედან მოდის. ანუ მართალი უნდა იყოს, სამართალი სასამართლო არ დაგადგეს. ანუ სამთელსაყრელი თავის გზას არ დაკარგავსო, ამ ცხოვრებაში თუ სხვა ცხოვრებაში როგორც ამბობენ, ანუ ის თავის გზას იპოვის. სამართალი და სამართლიანობა იქნება თუ ასე შემდეგ, ნებისმიერი სხვა კონცეფცია, რაც ხანდახან ჩვენი მოგონილი არ და ძალიან ვიბნევით შიგნით, თავის გზას ნახავს, იმიტომ რომ არსებობს ავთენტურობა, არსებობს ნამდვილი კავშირები. აი როგორც წარმოედგინეთ, რომ ეხლა შენ რო ადგე და ორი სხვადასხვა ატომი ერთმანეთს დაუკავშირო, რომელიც არ უკავშირდება, ვერ დაუკავშირებ. შენ შეიძლება რაღაცა ტექნოლოგიებით ეცადო, რომ ისინი არ გამოვა. ქიმია სხვანაირად მუშაობს, ხო და ქიმია მუშაობს ასე. ავთენტური ხარ, ის ავთენტური მოძებნის გარკვეულ მასთან ასე თქვა, მის შესაფერს სხვა ავთენტურს დაუკონექტება მას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთელი ჩვენ ცხოვრება რეალურად, აი ჩვენ რომ ლუფებში ვართ და დავდივართ და აი წრეები, არის საბოლოო ჯამში მიმართული იქითკენ, რომ რაღაცნაირად გავიხსენოთ ბავშვობიდან მოყოლებული, რაც ძალიან გვიყვარდა, რაც ვართ, რაც მოგწონს და ასე შემდეგ და შემდეგ ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი მოვაქციოთ რაღაცაში, რასაც თან სარგებელი მოაქვს ხისთვის. ეხლა აი ჩემ პერსონალურ სესიებისთვის გავაკეთე, ბავშვობიდან მიყვარდა მართლა ბავშვობიდან რამის არის სკოლიდან და მე ხო უნივერსიტეტში და ასე შემდეგ, რომ აი მეგობრებისთვის რა მე რაღაც რო ვისწავლეთ, მე მეგობრებისთვის მომეყოლა ეს და ამეხსნა რაღაცები და მე ეს გადაიზარდა რაღაცაში, კომუნიკაცია, ბანკი, ტრენინგები ასე შემდეგ, მაგრამ ჩემ მთელი ამ ცხოვრების განმავლობაში რასაც მივხვდი, რომ ეგ ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს, როდესაც ვცდილობ, რომ რაღაცები, რაც მე გამოვცადე და ეს მნიშვნელოვანი რამე არის, გამოვცადე და არა ვისწავლე. მეც გამეკეთებია და მისწავლებია რაღაცები, რაც ვისწავლე, მაგრამ ამაგას არ ქონია დიდი ფასი. აი მარტო იმას ქონდა ფასი და იქ გრძნობდი მეც თავს ძალიან ასე თქვა, ბედნიერად და ამაყად და ასევე მონაწილეების ტრენინგები იქნება თუ ასე შემდეგ, როდესაც გამოცდილებებს უზიარებდი და არა ცოდნას. სამწუხაროდ ჩვენთან დღეს ტრენინგები იქნება თუ ასე შემდეგ, ყველაფერი გაიზარდა ცოდნის გადაცემაში. ცოდნის გადაცემისთვის ტრენინგები იქნება თუ სხვა ეს ფორმატები რაც არის, არ მუშაობს. ძალიან ცუდი ფორმატია. ზოგადად ცოდნის გადაცემა არ უნდა იყოს თვითმიზანი უნდა იყოს გამოცდილების გაზიარება და იმ ადამიანისთვის რაღაცა კიდევ ერთი ჩარჩოს და პერსპექტივის დანახება. და შემდეგ ის ადამიანი უკვე უნდა ჩვენ რაღაცნაირად შევეცადოთ და ამისთვის არის ეს პერსონალური სესიები, რომ არ იყოს შეშინებული ისე, რომ არც კი ახსოვდეს, ან შეიძლება გაახსენდა, მაგრამ ვერასდროს ვერ გაბედოს და მივიდეს და გააკეთოს რაღაცა ისე, როგორც ფიქრობს, რომ აი ესე არის გასაკეთებელი, როგორც გულში მას უნდა, როგორც გაუხარდება მის არ ვიცი მე რაღაც შინაგან ბავშვს თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ.